დღეში რამდენიმეჯერ მესმის შეშინებული კითხვა, რომ ექიმო, აი კისტები მაქვს და რა ვქნა? რამდენად არის საშიში კისტები? ხო, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია რატომღაც და ძირითადად იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კისტები და ძალიან ბევრ ადამიანს გამოუჩნდება კისტები ულტრაბგერითი კვლევის დროს და რაც მთავარია, რაც მინდა ვთქვა, რომ არასდროს არ არის ნამდვილად კისტები, როდესაც ჩანს ულტრაბგერით, ეს სიტუაცია საშიში ან ძალიან საყურადღებო არასდროს არ არის და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება კისტას დაემართოს, ეს არის რომ მასში შეიძლება განვითარდეს ანთება. კისტები, ანუ ზუსტად ოღონდ მთავარია, რომ დიაგნოსტირებული კისტები არასდროს არ გადაგვარდება კიბოთ და ეს ყველამ უნდა იცოდეს და ამიტომ არ შეიძლება რომ კისტების გამო ადამიანმა ძალიან ბევრი მკურნალობა მიიღოს, ან შეიძლება ბევრ მამლუქთან იაროს, ან თუნდაც რაღაც აქედან სტრესი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტიკის ეტაპზე, იქ სადაც კისტა დაისმება დიაგნოზად ულტრაბგერით კვლევაზე, იქვე იქნას გარკვეული ეს და ზედმეტი მოქმედებები აღარ იყოს ჩატარებული. შესაბამისად, მთლიანობაში რო შევაჯამოთ, მინდა ის ვთქვათ, რომ აი თუკი ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ კისტა არის, შეიძლება ვიყოთ მშვიდად და მხოლოდ დავაკვირდეთ. თუკი მათი რაოდენობა იზრდება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო მკურნალობა.